მინდა რომ თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში დღესაწყისთანვე მოგილოცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, უფლის მადლი, წყალობა და მფარველობა არ მოგაკლდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს. ეს არის ყველა ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ისე ყველა ერთდროულად აღვნიშნავთ და რა თქმა უნდა ჩვენც აღვნიშნეთ, ბევრი სტუმარი გვყავდა. მოკლედ მედი მაქვს რომ თქვენთვის ეს დღესასწაული იყო ბედნიერი და სიმშვიდის მომტანი. ქრისტე აღდგა ჩემო მეგობრებო და აი ეს დღე არის მგონი ყველაზე წმინდა, ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე საოცარი დღე. ძალიან მიყვარს აღდგომა, ყოველთვის ძალიან განსაკუთრებით ვემზადები, ყოველთვის სტუმრები მოდიან და ეხლაც გავაცილეთ უბრალოდ სტუმრები და არის აი ძალიან ბედნიერი დღე ჩემთვის და ძალიან ესეთი არ ვიცი განსხვავებული შეგრძნება მაქვს ამ დღეს. ისე როგორც შობა ახალ წელს და აღდგომას, ჩემი დაბადების დღე მე პირადად ისე არ მეხარია, როგორც ეს დღესასწაულები არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ აღნიშნეთ თქვენი აღდგომა. მოკლედ, ჰაი. თან მიჩქარება თავმიჯობთ, თან მიდოდა და რაღაც მინდოდა. თუ არ დამეკარგა, ამიტომ ახლა ყოველთვის ერთად გავაკეთებ თან. გეტყვით რომ გაატაროთ დღე ჩემთან ერთად. ნახევრად კი მძინავთ, მაგრამ ახლა საქმეებზე გავდივართ. მაშინ საკონტროლშიც უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ აღდგომა მოდის ხალხო და ნამცხრები და რაღაცებს. უნდა ვიყიდოთ დღეს ბევრი საქმე მექნება, მთელი დღე გარჯნა ვიწოდიალო. ძილც არ მაცადეს. გაატარეთ დღე ჩემთან ერთად. ой. ეხლა კურთხევნი ჩავიშვა, გარეთ დღეს გვაგმზე. ერთი კვირა წვიმდა. კიდე მეტი წვიმდა. და ისეთ ცივა ზამთარში არ ცივდა ესე, მაგრამ აწილიუსე გამოვიდა რა, მაგას ვჩივი. კიდე კურთხევნი ჩავიშვა, მაინც ეს კურტკა ხო ვერ მოვიშორე. ეს კურტკა ხო ვერ მოვიშორე ცხოვრებიდან. რა შეზამთ. ამ ჩავიცვამ და ой, ჩავიდეთ კომპიუტერზე. მე ჩემი ეს ყო. ვაიმე. არ მაქვს რამე თქვენ გაჩვენე. ყველა რამდენი ხანია ქალაქში ვარ, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი და ხა მივდივარ სახლში. ნუ გურიკას კი შევხვდი, მაგრამ შედიხარ რა. დავით თუნდაც შევიდეთ. გურიკას კი შევხვდი, მაგრამ არ გადამისია. ამინდია ჩვენ ქალაქში. ნახეთ просто. ესეთი ლამაზი და კარგი ამდი. So beautiful weather we have. Let's საახდგომო რამე რუმეები. ნახე რამდენი ისინია ჯეჯილი ნელიკო. ნახე რა ლამაზია. არის ჯეჯილების ცვენა. და ენდროების ცენტრი. ნახე რა ლამაზია. ჩვენ უნდა გაჩერდა. Let's try to არაჩვეულებრივი ზიანი ამინდია გუშინდა დღეს. რაც კარგია, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა უკვე ჩვენთან იყო წვიმა, მაგრამ მაინც ცივა. ოდნავ ცივი ქარი ქრის, რომ არ მოგატყუოთ. დღეს არის წითელი პარასკევი და ყოველს გილოცავთ. მოკლედ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს. ნანა ვემზადებით, ვიყიდეთ ნამცხრები გუშინ, არ ვაცხობთ ნაწრები ვიყიდეთ დეილიში. გავსინჯეთ. ისეთი გემრიელი იყო, ამიტომ დეილის ნამცხრებს უწევთ ზანდით რეკომენდაციას. ეხლა ვღებავთ კვერცხებს და გაჩვენებთ მოკლედ ჩვენს წითლად შეღებულ კვერცხებს მზის ჩასვლამდე მზე ანთებს ხედავთ აუცილებლად მე შეიღებოს კვერცხები წითლად და აქ უბრალოდ რა სილამაზეა ყველა ხედავთ ხო ხედავთ როგორ იღებება ჩვენი კვერცხები წითლად აქ ხედავთ ყუთებს და გაჩვენებთ ხარ რა შეგნით პირველში დევს აი ეს და აქ მოაკლობებია ნამცხრებს და ნერვები არ მაქვს რატომ მოაკელი მეთქი, მაგრამ მაინდა-მაინც ყველაზე კარგს მოაკლო. აი აქ დევს აი ესენი და არის ძალიან კარგი. და აი აქ დევს მხოლოდ აი ესენი
მეც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ბებიაჩემს უყვარს და მაგან იყიდა თავისთვის ყველაზე მეტი. უნდა ვთქვა, რომ ეს დეილის მომთხრობის საკმაოდ ძვირი ღირდა 80, ну თითქმის 100 ლარი გადავიხადეთ ნამთხრობში, თუმცა საკმაოდ ბევრია, საკმაოდ დიდი ნაჭრებია და რა ვიცი, თან ძალიან გემრიელი, აი ძალიან კარგი ნამთხრობია, არ არის რაღაცა აი ყველა ერთნაირი გემური აქვს, არაფრის გემური არ აქვს და მოკლედ რაღაცები როა, ეგეთი არ არის, ნამდვილად კარგია. ეს ტელეფონი ხო ძლივს დავამაგრე ამ შტატებზე. ეხლა ვაპირებ, რომ ფერადი კვერცხები შევღებო. არც ერთ წელს არასდროს არ შემეღებო კვერცხები ფერადაც. ბებიაჩემ მომიტანა ეს საღებავი. აი ეს საღებავი არ მინდოდა, მაგრამ თვითნებურად იყიდა და აქ ესეთი სამი განსხვავებული ფერი აწერია, რომ უნდა ქონდეს 1 2 3 5 ფერიო. მაგრამ ორი შეფუთვა იყო ზუსტად ეს წითელი და ის წითელ საღებავ შეურია და სამი იყო სხვადასხვა. ანუ აერიად თუ რატო დაემართეთ ეგრე არ ვიცი და ეს ფერადი არ გამოვა, მარტო სამი ფერი იქნება, მაგრამ არა უშავს. მაგ ნაყიდი კვერცხები 10 ცალი და შევხებებ ერთთან ერთად. აი ესეთი ნაყიდი კვერცხები მაგ და მოკლედ ესენი აქ მაგ რომელიც დავიწყო, არ ვიცი. აი ამით დავიწყებ და რამდენი შევღებო ხა. ყველა შევღებო არ მინდა 10 კვერცხი. მოდით ჯამს მოვიტან. ამაში ვაპირებ, რომ გავაკეთო ეს კვერცხები. ანუ ეს არის ჩემი ბავშვობის პატარა ესეთი კასრული რა ქვია. როცა პატარა ვიყავი, აი ამაში მიკეთებდნენ სპეციალურად მე საჭმელს. ეკითხმა თუ გესმით, ხათა მიიწვება და ეგ შხიშხინებს. ეხლა აქ წყალი ჩავასხათ და ცოტა მარილი. წყალი ჩავასხი ამაში ხა როგორ გაჩვენოთ, ამას ჩავყრი, ეგ მინდა რომ გაჩვენოთ და ამას თუ დავწევ, არ იწევ. მგონი ესე კარგად გამოჩნდება, იმიტომ რომ არასდროს არ გამიკეთებია. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა. არასდროს არ გამიკეთებია. ამ კოლბი. ხედავთ ხო როგორია. ყვითე. აი რა გამოვა, იმედი რაღაცა შეიძლება არ იქნება. ეხლა ამას დავდგამ კაცო. და იმას დავდაგდო, მე კვერცხებს ჩავყრი. ეს რა ვიბოჩმე კვერცხები. და იმედი მაქვს გამოვა. ნერვი არ მოყოფნის უკვე. არ შეღება იმ ერთმა ყვითელმა, მერე გავდექი, ნერვები მომეგლიჯა და ყველა არსებული საღებავი ერთმანეთში აბურია და ისე გავხსნი წყალში. მაინც არ ღებავს ისე კარგად როგორც მინდა. ვიცოდი რომ რაღაცა ისე გეგმის მიხედვით არ წავიდოდ. ვიცოდი. ნუ სწორედაც არ გავაკეთე მთლად, მაგრამ გავჩვენეთ ახლა რა გამოვიდა. რა ფერია. ყველა ერთმანეთში არეული საღებავი. ცეცეთი სადეთხარი მწვანე გამოვიდა. რატომ? რა არის? რა არის? რა არის? რა იყო ოჯახი? Просто ნახე რა კარგია მინდია აღდგომას როგორც ყოველთვის. მოვიდა და ეს ნამცხვარი და ეს პასკა მოიტანა. სახლში გამოცხვარი უნდა ძალიან მიყვარს. გულები აქვს მოყრილი. მოიგეთ, ბოლოს რო იყავი, ბებო წასული. მოგიდო. ბალადეთ. ის ნამდღამ. ხისტი აღდგა. მიდი. ეს არის პასკები, ოღონდ ჩუნაცეთი. არ გამოგუცხია ყველა. მოიტანეს დეიდებმა საჩუქრად თავიანთი გამოთხრობი. ეს დეიდა ჩემს გამოცხარია. ესეც ყველა პასკა მოიტანეს არ გვიყიდია, იმიტომ რომ
ყველა დეიდამ თავისი ნახელავი მომიტანა, იმიტომ რომ სახში გამოცხარი პასკა მიყვარს მე. ფერადი კვერცხებით მე მინდოდა შეღებვა. არ გამომივიდა და ყველა დეიდამ მომიტანა. პირდაპირ მომართვა.